როგორ შეიძლება რომ საქართველომ მოახერხოს და აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შესაბამისად აღადგინოს მისი სრული იურისდიქცია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამაჩაბლოში. ამის ძალიან კონკრეტული მოდელი შეიძლება გახდეს ის ინიციატივა, რომელიც წარადგინა მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და მას მხარი დაუჭირა ასევე მოლდოვის მაღალი თანამდებობის პირებმა. მათ მიაჩნიათ, რომ მოლდოვა უნდა გაერთიანდეს რუმინეთთან და ამ გზით ფაქტობრივად ისინი გაწევრიანდებიან კიდევაც ევროკავშირში. შესაბამისად, ჩვენ აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ საქართველო თუ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, შესაბამისად, დიდი კონსტიტუციური პრობლემაა, რომელიც ამ ქვეყანას დღეს გააჩნია და ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, იქნება გადაწყვეტილი მათ შორის ამ მშვიდობიანი ფორმითაც, რა ფორმითაც ფაქტობრივად მოლდოვა შექმნის ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს და სამწუხაროდ ზოგიერთმა ვითომ პოლიტიკოსმა, ვითომ მმართველი პარტიიდან, ვითომ ხელისუფლებიდან განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგება მოლდოვის სუვერენიტეტს, ანუ გამოდიან მოლდოვის სუვერენიტეტის დამცველებად და რეალურად ამ დროს სინამდვილე არის რადიკალურად განსხვავებული და სინამდვილე არის ის, რომ მოლდოვა ყოველთვის იყო რუმინეთის ერთ-ერთი ტერიტორია, მხარე და აბსოლუტურად იდენტური პარალელი შეიძლება გამოვიდეს აფხაზეთზე და წარმოვიდგინოთ ის რეალობა, როდესაც საქართველო იქნება აუცილებლად ევროკავშირის წევრი და აფხაზეთი მოითხოვს, რომ დაბრუნდეს თავად საქართველოს შემადგენლობაში და აღდგეს სრული იურისდიქცია ქვეყნის შიგნით. აი ამ პრეცედენტს უპირისპირებენ ეს ადამიანები თავის მავნე და ბინძურ პროპაგანდას. და აი ამაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ყველას საკუთარი რეაქცია. გისურვებთ შემდგარ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც თავისთავად მშვიდობიანად რეალიზდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც, დაცული იქნება მათ შორის ყველაზე მაღალი რეგისტრით სუვერენიტეტის საკითხიც.